რა ვჭამ წონაშეკლებისთვის 1500 კალორიის ფარგლებში დღე მეორე. რადგან მუშინდელი ვიდეო ძალიან მოგეწონათ, გადავწყვიტე ერთი კვირის მენიუ გადავიღო. ორნაბიჯში წავედი პროდუქტების შესაძენად, ყველაფერი მოვიმარაგე და მშვიდად ჩაუდექი საქმეს. საუზმეზე მომამზადე ხაჭოს ცილოვანი ბეიგელები, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება. მიირთმევთ ხაჭაპურის გემოზე, განაყრებთ დიდხანს და მოკლედ დეტალურ აღწერას იპოვნით, რა თქმა უნდა, ვიდეოს ქვეშ. დღევანდელი ხემსი ჩიას და მოცვის იოგურტია, სულ 140 კალორია. ახლა კი სადილი მომამზადოთ. კარგად გავრეცხოთ ბრინჯი ბასმათი, ზემოდან მოვაწყოთ დაჭრილი ბოსტნეული, სიომგას ნაჭრები. соусისთვის კი არაჟას დავასხათ ცივი წყალი, მარილი, წითელი წიწაკა, ცოტა ძირა, დავასხათ თევზის და ბრინჯის მასას, დავაფაროთ თავზე და 190 გრადუსზე 50 წუთის განმავლობაში გავაჩეროთ ღუმელში. ერთმეული ულუფა გამოვიდა 400 კალორია, მეორე ხემზე კი 100 გრამის საზამთრო მქონდა. ბახშამი ცილოვანი და თამსუბუქი ავარჩიე, ისეთი როგორიც ძალიან მიყვარს. ესეც დღე მეორე და ჯამში 1491 კალორია. დაელოდე შემდეგს.